ორებს ალბათ რა თქმა უნდა შემისწორებს ქალბატონ ნათელა ხურციძე ზოიზესთან. გამარჯობა ქალბატონ ნათელა, ძალიან დიდი მადლობა რომ დავთანხმდით, იმიტომ რომ აი ამ პანდემიაში, ამ არეულობაში იქით აქეთ რომ მივიღე პატივი რომ თქვენ მითხარით ნაყურები მაგადად ნანახი მაგადაცემებიო და უღრმესი მადლობა და მოდით აბა ორი სიტყვით მოგვიყევით თქვენი ბავშვობით დავიწყოთ. დიდი მადლობა ბავშვებიდან კაცო ბავშვობა ძალიან ბევრი გამოვა დავიწყოთ სტუდენტობიდან ჯობარელი სტუდენტები ბავშვობა ინტერესოა საერთოდ შეულებრივია ინსტიტუტიდან ინსტიტუტი მაშინ იყო რომელი წელი 55-ში დაამთავრეს სკოლა ვერაზე ვცხოვრობდი სად დაიბადე საინტერესო დავიბადე სასწაული რაღაცა იყო მე დავიბადე ყვარელში იმიტომ უკვირთ ყველას დედა იყო მრავალშვილიანი ბევრი დაზომა მყავდა მე და დედა ყვარელში გადაიმალა იმიტომ რომ მამა იყო თანამდებობის კაცი დაჭერას უპირებდნენ და ჩვენ დავიმალე დაგვმალა ყვარელში და ყვარელში დავიბადე ყველას უპირს რომ ნახულობთ ყვარელში დაბადებული ყვარელი რომელიც არ მინახავს ეს კურიოზად რადგან ასწელი უნდა მეთქვა შემდეგ ესე იგი 55-ში 40-ში უკვე თბილისში და იქ ცხოვრობდი ბოცვაძეზე ლენინის მაშინ კოსტავა ლენინის შესახვევი იყო ჭაიგურძიასთან დავამთავრე 55-ეს 50-ში და ქალთა იყო მაშინ და შემდეგ გადაწყვიტე რატომ მაშინ იყო ძალიან მოდაში თუ ვიტყვით ალამოდ სამედიცინო და უცხოენები. ესე იგი უცხოენები მე კარგად სწავლობდი, არ გავიპრანჭები, ცუდად არ ვიყავი, მაგრამ შემაყვარა ეს ფრანგული ენა, არაჩვეულებრივი ქალბატონი ლექციის მასწავლებელი ელენე ყოფარაძე. აი იმიტომ გადავწყვიტე მე ფრანგული და თანაც ბიძა მყავდა საზღვარგარეთ კაკო ნიჟარაძე, რომელიც ასული იყო მე ჩამოვიდა და ის ფრანგული და რაღაცა მოხიბლული, ნუ მოკლედ რო ვთქვა, ჩავაბარე უცხოენებს, კარგად ჩავაბარე, დამტოვეს ინსტიტუტში და დაიწყო ინსტიტუტში თემი ახალი ცხოვრება. ჩემ ჯგუფში იყო რობერტი ჩემზე დიდი იყო და ცხოთაშვილის ჩემი მეუღლის თანაკლასელი ყოფილა სკოლაში. ნუგზაზოიძის და მოხდა რობერტი 2 წელიწადი აბარებდა, თუმცა მოხდა ჩემთან, ჩემ ჯგუფში. ძალიან ბევრი ეს მუსიკალური ხალხი იყო არაჩვეულებრივი დეკანი თამარ საჯაია და გოგი შიოშვილი რომელიც აგროვებდა ხალას ხელოვან სტუდენტებს და იმას იქ იყო რობერტ ბაძიმაშვილი, თემო დავითაია, ზურაიაშვილი, სულ ეს ჩვენი 60 წლები ჩამოვიდა ჟერარ ფილიპის თოლი გადაღებული მაქსურატი ამ ფილიპთან ერთად. ნუ მოკლედ კარგი პერიოდი მაგ გავლილი, ძალიან კარგი მოსაგონად. მაშინაც ჭავჭავაძეზე იყო ხო თქვენი უცხოელები? კი, იქ არის. აი მინდა ჯერ ფალიაშვილზე იყო. ეგა ხო? ეს სკოლა რო იყო აკადემიაზე გადავიდა იქ დარჩი, აქ დავამთავრე როგორც სტუდენტი და მე გადავიდა უკვე. აი მე გადავიდა. აი ეს რა ადგილას იყო საინტერესო. უცხოენები აქ იყო პირველი იმაზე ფალიაშვილზე. ბერძენიშვილიდან რო. ბერძენიშვილი ჩადიხარ პირველი სკოლა კი და მეორე სულ არის სკოლა. მართლა? მანდ იყო უცხოენები. ეგ იყო უცხოენები. არც ვიცოდი, სადაც 70 წლების დასაწყისში. სამოდიოდნენ აქ მთელი ბიჭები ხდებოდნენ იქა, ადიკა კაი გოგოები, აქ იყო ბუკეტი მთელი სილამაზის ისა უცხოენებში საუკეთესო გოგოები. მართლა, ჩვენ დროს უბრალოდ აკადემიაში და თეატრში. არა, აი აქა უცხოენათა ინსტიტუტის გოგოები. მანდ იყავით ყველაზე კაი გოგოები ნამდვილად ვიყავით. ახლა ჩამოვთვალო ვინ იყო არ გვიდა. იცით რა მინდა მეკითხოთ, არ გეწყინოთ, მაგრამ ცნობილი ხართ როგორც ულამაზესი და უმკაცრესი პედაგოგი. აი ამ ორივეს ერთად როგორ ახერხებთ? როგორც აი გულწრფელი იყავით ხო? არა, გულწრფელი ვარ სულ. მე სულ ვერ გათხოვთ ურთიერთობაში რომ ესეთი მკაცრი იყავით და თქვენი ყველა სტუდენტი აღნიშნავს რომ ძალიან ხარაქტერა მკაცრი ვიყავი იმ მხრივ რომ ძალიან მინდოდა რომ ესწავლათ.
ძალიან მინდოდა ეს ფრანგული ცოტა ძნელი ენა არის და ხშირად მქონდა ინგლისელებთან ჩემი მეორე first language is French ფრანგულია ჩემი პირველი მაგრამ second is English ინგლისურია მეორე ჩემი პრიფსა მან ესე იყო ხო ორი ისინი იყო და მქონდა ხოლმე ლექციები ფრანგებთან ვიჩერდი ხოლმე ინგლისელებთან გერმანელებთან არ მომწონდა არ გამოდიოდა რაღაცა მეც არ ვიყავი არ ვიცოდი გერმანული და მით ნერჩივნა აი ამერთან ხო და აქ უფრო გამოდიოდა და აქ კიდევ ცოტა ისეთი იყო იცი ველოლიავებოდი სტუდენტებს ახლა ჩამოსული გოგოები რაიონი და ლიმიტებით რაღაცა და სუზანა შუზი და ვარქი კეთოს და ვარქი კეთი სავალა და როასერებდე რომ კითხულობდე და შეცდომებს აკეთებდე მეოთხე კეთი სიპაკუმსად და მასედით კარგოტოვიათ და მაგათოიო ნუ მიაყენეთ თქვენი ფრანგულიო ნუ მოკლედ ხოდა მოგეფეთეთ ისინი თქონდა კარგი და აღარ უსწორდი იმიტომ რომ წინდა და რაღაცა ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდოდა ძალიან კაი გოგოები ძალიან კაი ყვაწილები იყო და სულ მე ბიჭების და ვაჟების დედა რო ვიყავი მინდოდა უფრო ვაჟებს სამომავლოდ ამათი საენებისისა იმ პერიოდში ყველაფერი და ცოდნოდათ ნამდვილად და გოგოები ჯანდაბას კაცო გათხოვდებიან რაღაცა იქნება ძალიან ლამაზ გოგოებს რაღაცა არ უწედი ნიშანს იმიტომ რომ არ ისწავლიდა ესე როგორც საჭირო იყო არ დაგიწერ ვეუბნები ბიჭის 4-იანი და გოგოს 4-იანი ცოტა განსხვავებული 4-იანი არა იცი რა იყო ბიჭები მე მეწოდებოდნენ და მაინც წედი ჩათვლას და იმას და გოგოებს ვამწარებდი შეიძლება გამეკეთებია გამოცდები მე მაინც უწევდით რა ხელმარადა არა უნდა ჩაებარებია და ძალიან ლამაზი გოგოები რო ასწავლობდე ვაიმე მეთქი როგორ მინდა არ ვიცი თქვენ ღმერთმა დამიფაროს თქვენისთანაც ბოდა და აგვიანებდა ხოლმე ჩემი მამამ და ამიტომ მე ვიყავი დამყავდა ჯერ დიღომის იმ სამანტყოფოებში მე დამყავდა მეორე სამანტყოფოში აი ესე ჩაცმულდა და მე შევარდებოდი მივიყვანდი 20 წუთში 4 ქალი დავდიოდი თუ 5 ვიყავით მაშინ 70 წლის წინ მანქანაზე და ისა შევარდებოდი ლექციაზე აი აქიდან მოვასწრებდი ამას და შევდიოდი უკვე ლექციაზე ვიყავი ნუ ლექციაზე რასაკვირველია ინსტიტუტში ლექციების მერე კიდევ კათედრაზე და იქ კათედრაზე კარგად ურთიერთობა ძალიან კარგი კოლექტივი ძალიან კარგი ხალხი საფრანგეთიდან ჩამოსული ლექტორები იყვნენ ელენე ციციშვილი თინა სარჯველაძე ესეთი ფრანგულით არაჩვეულებრივი სერგი წულაძის მეგობარი მადლენ წულაძე ეს ყველაფერი ჩვენ აი პირდაპირ იქიდან უკვე სახში აღარც მინდოდა მაგრამ ოჯახი და გავთხოვდი 62-ში თქვენ მეუღლეს ხშირად ახსენებდა რა მეგება გაიხსენოთ თქვენი და თქვენი მეუღლის ან ცხოვრები ან როგორ გითხარით ჩემი მეუღლე სახსენებელი კი არა სულ სახსენებელია ჩემთვის ყოველდღიურად და ყოველ წუთში ჩემი მეუღლე 12 ინსტიტუტთან დაასწრა მეცადინეობა და რომ თარგმნი რაღაც ფრანგულად თუ ინგლისურად არა ფრანგულზე რომ თარგმნი რაღაცა იმაშება იწმუხნება რაღაცნაირად არა რომ თარგმნი რაღაცა ირონიით იმას მიშება და ამას დაწყებითი კი არ მოსულიყო თვითონ შეუსწავლია ფრანგული ენა ზაპნულად ცოდნია უკვე ფრანგული რომ მოვიდა მაგრამ ნუ სუნდოდა ეთყობა და საერთოდ მოვიდა არა მოვიდა რომ ესწავლა გაემაგა თვითონ რაც ასწავლა და იმის მიხედვით და რომ თარგმნი რაღაცას და აღარ მასწავლებელო იცით ესე არ არის ამ წელს არ მოხდა ესაო და ცუდად გავხდი გამომიჭირა მე მივხვდი რომ ესე იგი იცოდა ფრანგული და მის მერე რასაკვირველია 1 წელი 2 წელი ძალიან ხედავდი რომ სხვანაირად მე მოხდა ის რომ ნათესაები მოვიდნენ
იმისგან მოვიდა ჩემი ნათესავი საერთო მე ძალიან მოწონხარო ისი რა ჭკვიანია ოგენიოსია ონუგზა ზოიძეო მეტალურგიის ინსტიტუტო საპარიო აკაკი ზოიძის შვილიო არ მომწონს მე ოთხი თავი დამანებე და ვაიმე გაგიჟდიო და მე ჩემ დაქალმა მითხრა რა ჩაულებრი დაქალი გადამეცვალა და ნათელა თუ არ მოგწონს მე მომწონს ძალიან და იცოდე წაგართმეო და აი მან იმას აქნა და ნუ მოკეთ მოხდა ჩვენი შეუღლება და ძალიან ბედნიერი ვიყავი ნამდვილად ძალიან კაი პიროვნება იყო მთელი ერთი წელიწადი გამოგონება ქონდა პარაშკოვოე მეტალურგია თუ რაღაცა ქვიოდა ბელგიაში იყო საფრანგეთში და დაჭიდა ეს შვილები მეგრელი დედამთილი ძალიან მლანძღავდა ვერ დავიჯერებ ვაიმე უშულო ძროხასკლავი ნუ მაყოფო ხეშჭვიანი ზახოდა ვაიმე ქალს შვილი რაღაცა ესე იგი მეგრელი ვაიმეცკო და ფრანგულად არ შეყავდა ვაიმე მე კიდე ერთი ბებია იყო დედამის და მლანძღავენ ესენი მეგრულად რომ მოვიდოდა ნუ გზარი ვეთყოდი მლანძღავენ ეს და მასწავლე მეგრული უპასუხო მე ფრანგულად ველაპარაკები. ო, მაგით გარეთ. არა, ნუ გზად ფრანგულად ვეუბნებოდი საყვედურებს, თუ ასე იმაშურე. ხო, მე რაღაცა მოგვიხდა აფხაზეთისკენ ლიძავაში დემაში დავდიოდი ცულ და ცოტა აქცენტები ავიღე მეგრული. რაღაც სიტყვები ვისწავლე, ამპულობდი და რაღაცებს და გავაგონი εμას და ვამიჩკო მაგალონი რა თქვა ამასთან უსწავლია მეგრული და უკვე ვეღარ მლანძღავდე ნუ მოკლედ 68 წელში გამიჩნდა აკაკი ზოიძე არაჩვეულებრივი პატარა შვილები არაჩვეულებრივი ბაბუას კვალზე წავიდა კი ექიმობის ექიმი ნეიროპათოლოგი და ამდენად არის ექსპერტი ჯანდაცვის ისა ყოფილი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მე გამოვიდა და ეხლა არის ტელევიზიონშია და ასე რომ ესა შემდეგ ეს ვაჟბატონი რომელიც საშინელი იყო და სულ მოჯაჭვული ჩემზე და ფეხს არ მადგმევიებდა და ძალიან სხვანაირი იყო ამათგან კაკის აყავს ორი ქალიშვილი ამას ყავს ორი ზღაპრული ვაჟი ერთი თორნიკე ზოიძე აკადემიაშიო ელენე გაგვითხოვდა კაკის გაჩნდა პატარა მაკაკა შვილი ხუჭუჭა ეგეთი და ვეღარ მიტანს მე რატო ხარ კაკის დედაო და არ მოდის ჩემთან ეს პატარა და კაკის უკვე შვილი რო გავისდა ქვეყანაზე აღარავინ აღარ ახსოვს ესე იგი დიდი ბებია ხარ დიდი ბებიაცა ვარ ესე იგი ეს პატარა ოხერი აი მოდი ფინალში გავიდით აი ესე მალე გადავუარეთ 65 წუთი ისეთ არაჩვეულებრივი რძალი შემახვედრა უფალმა ნინო ჩიქოვანისა არაჩი ისიც ექიმი ერთად იყვნენ ჯგუფში ამით უბედნიერესი ვარ და ამის შვილების და ნათია კიდე ზღაპრული გოგო მყავს საერთაშორისო ენაში მუშაობს და არის არაკვარ ჯერ გათხოვილი და ბიჭებო ნათია მოძებნეთ მე მგონი იცით რა არის აი ფინალში უნდა გთხოვოთ რომ აი თქვენი შვილთა შვილს რომ უსურვებთ აი ესე მინდა პატარა თაობას მოეფეროთ ჩვენც ვინც აი ხა იბადებიან ჩვენს ქალაქში აი რას ეთყოდა აი რას ეთყოდი და ყველაფერზე საუკეთესოს საკუთარ სიცოცხლეს გარიღებდი ახლავდნენ როგორ მინდა ეს თაობა ან საშინელი გაქცის მერე როგორ შედიარ ეხლა იმელოთ არის და როგორ მეწოდებიან ეს თაობა ეს ხო აღარ არის ცხოვრება ხალხო ეს ხო აღარ არის ეს ამ პანდემიამ თუ რაღაცამ რა ვიქნა შვილო აღარ დაგვაშორა ეს რა არის და მერთო უფალს ვებედრები დამილოცე ეს ახალგაზრდები სულ კარგად ყველანაირად ჯანმრთელად ბედნიერი რო იყვნენ და ისეთი კარგი თაობა ხართ რომ რაღაცა თქვენ სიტყვას იტყვით რა ორმე სიმადლობა და ფინალში გთხოვთ რომ მაყურებელს ფრანგულად დაემშვიდობოთ mes amis je vous dis alors au revoir pas adieu au revoir გემშვიდობები და არა კი არ გემშვიდობებით ახვამდის შვიდობით adieu არის ვეღარ გნახავ au revoir oui au revoir არის ყველაზე კარგი უღრმესი მადლობა კარგი